ტრადიცია თუ გაქვთ რაღაცა, რამე ვთქვათ, რაღაც დღესასწაულის განსაკუთრებულად აღნიშნა ოჯახში. ჩვენი პატარ-პატარა ტრადიციები გვაქვს. 9 დეკემბერს გვაქვს ბორშის დღე, იმიტომ რომ 9 დეკემბერს სადღაც ვიყავით მე და ჩემი ცოლი, ორსულად რო იყო ნილიზიზე. მოვედით აქ ჩვენ მეგობრების რესტორანში, წამეთ ბორში, დავიძინეთ და 2 საათში გაეღვიძა მარინას, რომ უცელი ასტკივდა და წავედით. და ამიტომ 9 დეკემბერს სადაც უნდა ვიყოთ ბორშჭამთ, კი. რა კარგი ტრადიციაა, ხო, ბორშის დღე. ბორშის დღე გვაქვს. კარგი ბორში იჭმევა სადმე თბილისში. კი, სხვა შორის, ახლა ხო იცი რა არის განსხვავება ქართულ ბორშსა და უკრაინულ ბორშს შორის? იქ ხორცით აკეთებენ. ჩვენთან ხორცს არ აკეთებენ, იმიტომ რომ თუ ხორცი იყოს, სხვა რამეს გააკეთებდნენ რა. და იქ არის ხო ძვლის ნახარსზე და რაღაც სხვა რაღაცებს ამატებენ რა კიდე იქ. მე გავშინჯი ამასთანავე ოდესერმა გოგომ გააკეთა და ლობიოც უკნა, რაც გემრიელი იყო, მაგრამ გამიკვირდა ხა. მე ჩემ ცოდას ვაღიარებ, არ მიყვარს ბორში. ხო, ისეთ სპეციფიკურია. ხო, ვერ დავამუღა მე. ჩემი შვილები გიждები. გაგახსენებ შენ ხაში არ გიყვარს და იქ თორდება ყველაფერი. ყვარს? ას ლაპარაკობ. აი საერთოდ როგორ მეგობრობ შეთან?